ჭრილობა, 2 ადამიანი წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საპოლიციო დაკავების მანქანით. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ შიგნით პირადი ნივთები, ხედავთ, რომ ახლაც დაწებულია ვითარება, ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ კადრში. შეიძლება ძალის გამოყენებით საპოლიციო ძალებს გამოყავთ ადამიანები, ხედავთ და ისინი პირდაპირ დაკავების მანქანებით გადაყავთ ტერიტორიიდან გაყავთ. ადამიანები ითხოვენ შველას მოისმინეთ ერთ-ერთი ადგილობრივის მოთხოვნა, რომ მოვიდეს ადგილზე პასუხისმგებელი პირი, დედაქალაქის მერი, სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს აქ უსახლკარო დღეაცის ქვეშ დარჩენილ ადამიანებზე და მათ მინიმუმ მოისმეს მაინც მათ პრობლემას. როგორც მოისმინათ ადგილზე იმყოფებიან რჩებიან შენობებში ადამიანები, მათ შორის არასრულწლოვნები მცირეწლოვნებთან ერთად, რომლებიც არაპირებენ რომ გამოვიდნენ გარეთ, თუმცა საპოლიციო ძალებს რა ვითარებაა? აფხაზეთიდან დევნილები ვარ, 3 წლის ბავშვი ვარ, უამრავი ბავშვია, ძალადობენ, ქალებს ხელს არ ტყამენ, ვინმე არ არის, ვისია, მოვიდნენ ყურადღება მოგვაქციონ, ვინმე ხალხი არა ხარ. აი შვილი არ ყავთ ან ვინმე. ვისია, სახელმწიფოსია ის ყველაფერი და ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვინ ვართ? ქართველები არა ვართ. რამდენი ადამიანი ხართ შიგნით? ძალიან ბევრი. ძალით გამოყავთ ადამიანები თქვენს ბავშვებს. ძალადობენ ბავშვი, არც ბავშვები იციან, არც ქალები, არც კაცები. ყველას ხელს არ ტყამენ.